რამდენიმე დღის წინ იცით თქვენ, რომ უკრაინას ჰქონდა სერიოზული დიპლომატიური მიღწევა. კერძოდ, შეერთებული შტატების წინადადებაზე, რომ 30 დღით შეწყდეს ცეცხლი, უკრაინის დელეგაციამ შეერთებული შტატების დელეგაციას იქვე უთხრა, რომ უკრაინა თანახმა 30 დღით შეწყდეს ცეცხლი. უკლებრივ ყველამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვინც აკრიტიკებდა მათ შორის პრეზიდენტ ტრამპს და ვინც აკრიტიკებდა პრეზიდენტ ზელენსკის, მოკლედ უკლებრივ ყველამ მოიწონა ეს პოლიტიკური გეოსტრატეგიული გადაწყვეტილება უკრაინისა და კონკრეტულად პრეზიდენტ ზელენსკისა. მეც რაღა დაგიმალოთ და აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც რანაბიჯიც გადადგა უკრაინამ, ამით ერთგვარად მან, მოდი ესე ვთქვათ, დააბრუნა შეერთებული შტატები, გაუგორა რა მას, დააკმაყოფილა რა პრეზიდენტ ტრამპის ეგო, უკრაინა დაბრუნდა პროცესში ურთულესი ორკვირიანი ამბების, ორკვირიანი აღმართების, ორკვირიანი სირთულეების შემდეგ ბევრს არ ეგონა, რომ აღდგებოდა ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის, ტრამპსა და ზელენსკის შორის და უკვე შემდგომ პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა შემდეგი ალბათ ძალიან საინტერესო თუ ისტორიული არა, საინტერესო სიტყვები, რომ მე ვეპატიჟები ისევ და ისევ პრეზიდენტ ზელენსკის თეთრსახშიო. ყველამ, უკლებრივ ყველამ. პოლიტიკოსებმა, დიპლომატებმა, მიმომხილველებმა, ექსპერტებმა, მედიის წარმომადგენლებმა, რიგითმა კომენტატორებმა, უვიცებმა თუ მცოდნეებმა ერთ და იგივე სიტყვა თითქოს მოილაპარაკესო. ერთი და იგივე სიტყვათა წყობა, წინაადებით შეაფასეს ეს ყველაფერი ბურთი მოსკოვის მოედანზეა. ახლა მოსკოვის ჯერია რა სიტყვის ამ 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობა ამბობდა, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, ან ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი იქნება ადეკვატური, რუსეთიც დათანხმდება ცეცხლის 30 დღიან შეწყვეტას. ბევრი ვინც ამ უკანასკნელ წინადადებას ამბობდა, ცხადია ფიქრობდა, გულში ფიქრობდა, რომ რუსეთი ამ წინადადებებს უარყოფდა. თუმცა ზოგს შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით, მაგალითად მარკო რუბიოს შეიძლება ეჯერა კიდეც, სჯეროდა კიდეც ამის. მე მაგალითად, როდესაც დავწერია წინადადება ბურთი მოსკოვის მოედანზეა და ვიმედოვნებ, რომ მოსკოვი იქნება ადეკვატური, მე არ მჯეროდა და არც ახლა არ მჯერა, რომ მოსკოვი იქნება ადეკვატური, მაგრამ ეს წინადადება კი უნდა დამეწერა. არა, ვინ უსმენს დაბლიაშვილს? გინდა მოსკოვში და გინდა ვაშინგტონში, რა საკვირველია, არც არავინ არ უსმენს, მაგრამ თბილისში ხომ ისმენს პირობითად 58 ფოლოვერი, მოქალაქე, მკითხველი, მაყურებელი და აი მათთვის უფრო იყო ეს განკუთვნილი, თუმცა კვლავ ვიმეორებ, დიდი მოლოდინი იმისა, რომ მოსკოვი, პუტინი იქნება ადეკვატური, იქნებოდა და იქნება ადეკვატური, გასაკვირველია, არ მქონდა. ხო და ეს ამბავი, მოსკოვი ადეკვატური იქნება თუ არა, საბოლოოდ გაირკვევა დღეს ხვალ ზეგ მაქსიმუმ ორშაბათს, უფრო ესე პარასკევისთვის. ოფიციალური პასუხი რუსეთისა იქნება სწორედ პარასკევისთვის. მაშინ, როდესაც შეერთებული შტატების წარმომადგენელი ეწევა მოსკოვს და მაღალ დონეზე გამართავს შეხვედრებს. მაგრამ ამასობაში ჩვენ უკვე ვიცით წინასწარი განწყობების თაობაზე, რომლებიც არის იმპერიის დედაქალაქში. და ამ წინასწარ განწყობებს კრემლისა, მოსკოვისა, პუტინის გარემოცვისა
გვამცნობენ, გვეუბნებიან ის პირები, რომლებიც ამ პუტინთან, ამ კრემლთან, ამ FSB-სთან, ამ მოსკოვთან არიან ახლოს. შეიძლება ხელისუფლებას არ წარმოადგენენ, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გააკეთეს კომენტარები. უფრო არიან რუსებს აქვთ ესეთი სიტყვა особо приближенные лица. აი ამ წინასწარი განწყობების თაობაზე Washington Post-ი და არა მხოლოდ Washington Post-ი უკვე გვაწვდის ინფორმაცია ცნობებს იმის თაობაზე, რომ როგორი პასუხი იქნება მოსკოვიდან პარასკევს კვლავ ვიმეორებ, მაგარი ალბათობით შესაძლოა ორშაბათს. ხოდა Washington Post-ის ინფორმაციით ევროპული ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს დოკუმენტი, რომელიც ასახავს რუსეთის მკაცრ მოთხოვნებს სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად. ერთ-ერთი მთავარი პუნქტი კიევის რეჟიმის დემონტაჟია. ახლა დაახლოებით 30 წამიანი პაუზა. მე გთხოვთ, შეეხიდოთ ამ არხს. description-ში არის ამ არხის და კონკრეტულად ჩემი ანგარიშები მითითებული TBC ბანკსა და საქართველოს ბანკში, აგრეთვე PayPal-ის ანგარიში. მე გთხოვთ, იმიტომ რომ მე მჭირდება თქვენი დახმარება, რომ ყოველდღიურად, სულ უფრო ინტენსიურად, ხშირად მოგაწოდოთ ობიექტური ანალიზი, დავსვა კითხვები, რომლებიც ხანდახან პასუხ გაცემულია, პასუხ გასაცემია, ხანდახან კი ეს კითხვები ისე ჰაერში გასროლილია. ლეგიტიმური კითხვები რო დავსვა. 30 წამი ამოიწურა, ვაგრძელებ. მე ვარ ირაკი დაბლიაშვილი და Washington Post-ის ინფორმაციით ევროპული ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს დოკუმენტი, რომელიც ასახავს რუსეთის მკაცრ მოთხოვნებს სამშვიდობო მოლაპარაკებაში. დასაწყებად ერთ-ერთი მთავარი პუნქტი არის კიევის რეჟიმის დემონტაჟი. ერთი შეხედვით, 2, 7 ან 15 შეხედვით არც არავინ არ დათანხმდება კიევის რეჟიმის დემონტაჟს, განსაკუთრებით ცხადია ევროპიდან. ევროპაში საერთოდ ეჭვი არც მეპარება, ვიდრე საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, კიევი, უბრალოდ უკრაინაში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს. მაგრამ ეს სიტყვათა წყობა კიევის რეჟიმის დემონტაჟი კიდევ უფრო მძაფრია, ვიდრე ჩვეულებრივი იქნებოდა ჩატარდეს არჩევნები უკრაინაში. მე არა ვარ ბოლომდე დარწმუნებული, გულახდილად გეტყვით, რომ ამ ყალბი მშვიდობის და მე ამას ყალბ მშვიდობას ვუწოდებ, ამ ყალბი მშვიდობის სანაცვლოდ ბურთმი ისევ არ გადმოვარდეს კიევის მოედანზე, ამჯერად მოსკოვის მხრიდან და ტრამპმა, რომელიც მოგვეწონდა და მოსაწონი იყო, რომელმაც სწორი დიპლომატიური ნაბიჯები გადადგა, რომელმაც აიძულა ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ ზელენსკი, რომ მასაც გადაედგა სწორი დიპლომატიური ნაბიჯები, არა ვარ დარწმუნებული, რომ ტრამპმა თუ ტრამპი უფრო ზუსტი რომ იყოს სახელობით ბრუნვაში, იმჯერადაც იქნება სრულიად ადეკვატური. ოღონდაც კი მშვიდობა იყოს, ოღონდაც კი ომი არ იყოს, ოღონდაც კი ხალხი არ იხოცებოდეს, რაც სწორი თეზებია, რასაკვირველია. ტრამპმა შეიძლება უკვე შემდგომ, ანუ პარასკევის შემდგომ, კიევს მოსთხოვოს, რომ იცით რა არის, მშვიდობა თუ მყარდება, რატომაც არა, ჩაატარეთ არჩევნები. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ამბავი სხვა რამაა. კიევის რეჟიმის დემონტაჟი ვერ მოხერხდება, არა. უკრაინაში არჩევნები ვერ ჩატარდება მანამ, სანამ მშვიდობა არ დაისადგურებს, ყალბი თუ არა ყალბი. 30 დღიანი კი არა, სამუდამო მშვიდობად წოდებული რაღაც მდგომარეობა, მაგრამ მეორე მესიჯი მოსკოვისა არის კიდევ უფრო ძაფრი, კვეთრი, არასწორი და ვაშინგტონის და სწორედ ვაშინგტონის მიერ პასუხგასაცემი მომავალში. მეორე მესიჯი არ არის ახალი, ტრამპი კი არა, პუტინი ამბობს და ითხოვს. ხერსონის, საპოროჟიეს ოლქები მთლიანად დატოვოს უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა. და თუ ესე მოხდა, მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვეტს რუსეთი ცეცხლწანუ საომარ მოქმედებებს. მოსალოდნელიც იყო, რომ მოსკოვი ბურთს გადმოაგდებდა ვაშინგტონი კიევის მხარეს. ერთი მხარეა თუ არა, ამაზე
არადღევანდელ ვიდეო ბლოგში სხვა დროს ვილაპარაკოთ. გამოჩნდება მეთქი ასე გეტყვით. და მოსკოვი რას საკვირველია გადმოაგდებს ბურთს კიევის და ვაშინგტონის მხარეს. აქ ერთი საყურადღებო დეტალი. ტრამპი ამბობს თუ ვიპოვე ამასობაში. ხო, აქვე ვიტყვი რომ აი მაგალითად ლინცი გრემი ამბობს სენატორი ტრამპის მომხრე რეიგანისტი რესპუბლიკელი ძალიან სკეპტიკურად ვუდგები იმას რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება მართალია სენატორი და დიდად ეჭვმეპარება რომ მათ ომის დასრულებას სურდეთ მე მგონი რომ ჯობს რომ თეთრ გააგებინოს ეს ზელენსკი მშვიდობისაკენ თავის სწრაფა უკვე დაამტკიცა ახლა პუტინის ჯერია აჩვენოს თუ როგორ ნაბიჯებს გადადგამს მშვიდობის დასამყარებლად და ომის დასასრულებლად ტრამპის განცხადებასაც ვეცდები თუმცა არანაკლებს საინტერესო სხვა განცხადებების კეთდება ამასობაში. ვერ ვიპოვე ტრამპის განცხადება, ტრამპი ამბობს ამგვარ რამეს, უთქვამს ამგვარი რამე. რომ შვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება გულისხმობდეს ტერიტორიულ დათმობებსაც კი. ძალიან მძიმე სიტყვაა ეს. ეს ერთგვარად გვიბიძგებს ფიქრისაკენ, რომ როდესაც მოსკოვი უკვე ოფიციალურად იტყვის, რომ დატოვოს უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუხანსკის ამ უკანასკნელში სადღა არიან, თუმცა დონეცკში არიან. ტერიტორიები გავიდეს რაღაცა კილომეტრზე, პერიმეტრზე, რამდენიმე ათეული ალბათ კილომეტრის მოშორებით უკრაინამ უარი თქვას ოფიციალურად ნატოზე, გაუქმდეს ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილება ოფიციალურად. როგორ და გაუქმდეს, ამაზე გვისაუბრია, რომ ვერ გაუქმდება. აი, მხოლოდ ამის შემდეგ ვართ თანახმა ჩვენ ცეცხლის შეწყვეტაზე. მანამდე ჩვენ ვაგრძელებთ ომს. ყველას გვაქვს მოლოდინი იმის თაობაზე, რომ ტრამპი იქნება ადეკვატური და ბუნებრივია დღეს მე უნდა ვთქვა, რომ ამის შემდეგ უკვე ტრამპი საბოლოოდ მიხვდება, რომ პუტინი არის ომის მხარე ისედაც არის ომის მოსურნე და ამის შემდეგ უკვე ტრამპი ჩართავს იმ მექანიზმებს, რომლებიც საბოლოოდ დაამარცხებინებს უკრაინას რუსეთს. ასია. მაგრამ ასია კი. ჩემი ალტერნატიული ხედვაც, ალტერნატიული ანალიზიც მხოლოდ კითხვებს მოიცავს. მე მართლა არ ვიცი და არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, რა მოხდება ხვალზე გბაზე, ერთ კვირაში, ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში. არ ვიცით ეს. მაგრამ კითხვა ტრამპი რას იზამს უკვე შემდგომ, როდესაც მოსკოვი პუტინი გადმოაგდებს ბურთს ვაშინგტონი კიევის მოედანზე, პან ბინგტონს გავს, ხო ერთგვარად, ან საჭადრაკ, პოლიტიკურ ჭადრაკს გავს. ახლა ცხენი გაუწია, ქიში მისცა, თუ გნებავთ ესე ვიტყვი, ცხენით ტრამპმა პუტინს. საპასუხო ქიშს ველოდებით თუ არა? მე გეტყვით, რომ ველოდებით კი არა, აგე მოხდება უახლოეს 2-3 დღეში ხვალზე. პარასკევს უფრო ორშაბათს მაქსიმუმ. რუსეთი ოფიციალურად იტყვის, რომ ხერსონიდან და ზაპოროჟიედან და კიდე სხვა რეგიონებიდან და საკვირველია კურსკიდან უნდა გავიდნენ უკრაინელები და გადმოვარდება ბურთი ზელენსკის მოედანზე. აი, ამის შემდგომ შეიძლება მართლა შედგეს შეხვედრა ტრამპი ზელენსკი და ტრამპმა მოსინჯოს ალბათ არასწორი სიტყვა იკითხოს, თმობთ თუ არა ტერიტორიებს. მშვიდობის სანაცვლოდ. ზელენსკი შესაბამისად ნატოში გაწევრიანებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სასარგებლო წიაღისეულის ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს, ეს იქნება თქვენი უსაფრთხოების გარანტია. ჩვენ სასარგებლო ხელშეკრულების წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულებას ეგრა მაგის პასუხია და შეიძლება გავაფორმოთ რუსეთთანაც კი, სადაც ასევე არის სასარგებლო წიაღისეული. ოკუპირებული როა იმ ტერიტორიებზეც გაგვაფორმებინებს. იმ ტერიტორიებსაც გადმოსცემს ამერიკულ კომპანიებს რუსეთი, დონეცკი იგულისხმება ლუხანსკი, სადაც ასევე არის სასარგებლო წიაღისეული და თქვენ მშვიდობის სანაცვლოდ ხაზს უსვავ. ცეცხლის შეწყვეტის ის გაუდის, ხო? თანახმა ხარ თუ არა? არა, მე მართლა არ ვიცი და მე დღეს აღფრთოვანებული ტრამპის არაჩვეულებრივი პოლიტიკით მე კრიტიკოსი ტრამპისა, რომელიც ვამბობთ, რომ ტრამპი ვერ ქაჩავს. ახლა ვამბობ, რომ ტრამპი ქაჩავს, მაგრამ ზეგრას ვიტყვი, მე არ ვიცი. ეს არის მთელი ამბავი. ამბავიც ის არის, რომ მე არ გამოვრიცხავ ამას, თუმცა ნეტავი
ცდებოდა. ამბავიც ის არის, რომ ზელენსკის თუ ამას ეთქვიან, ზელენსკი აი აქ უკვე იტყვის no, არა. ტერიტორიული მთლიანობა უკრაინისა უზრუნველყოფილია. ეგრამაგის პასუხია და ბუდაპეშტის 94 წელს გაფორმებულ მემორანდუმში ჩაწერილია. იმ 94 წელს თქვენი ხავით გარანტორები ბრიტანელებთან და რუსებთან ერთად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ახლა რას მთხოვთ? თან გარანტიას არ მაძლევთ იმისა, რომ დარჩენილ უკრაინას არ დაესხმება, არა. რუსეთი რომ რაღაც ეტაპზე რუბიო კი ამბობს, რომ სამუდამო მშვიდობა უნდა დამყარდეს და 3-4-6 წელიწადში თუ ცეცხლი განახლდება, ეს მშვიდობა არ არისო, მაგრამ 3-5-6 წელიწადში რუბიო აღარ არის. სახელმწიფო მდივანი. და აღარც ტრამპია 4 წელიწადში, პრეზიდენტი სუსტად 4 წელიწადში, ესე გეტყვით. ნაკლებში ცოტა. ხო და კითხვა ლეგიტიმურია. უკვე შემდგომ სვლის დროს, როცა რუსეთიც გააკეთებს საპასუხო სვლას საპირისპირო თავის მხრივ შეუტევს ვაშინგტონსა და კიევს, ქიშით სხვათა შორის. რაც შვება პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ძლევამოსილი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერი არის ყალბი მშვიდობის ფასად, ხომ არ ეუბნება ზელენსკის რომ დათმე ტერიტორიები. ეს არის უმძიმესი ამბავი თუ ესე მოხდა. გეტყვით, იმიტომ რომ ეს დაადასტურებს, ეს საერთოდ მოარქვებს მსოფლიო დღის წესრიგს. მსოფლიო დღის წესრიგს არსებობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. საერთაშორისო სამართალს მთლიანად გადაანგრევს. აღარ არსებობს ჩათვალეთ. ანუ აღარ არსებობს ევროკავშირი, ნატო დასუსტებულია თუ ის საერთოდ არსებობს. თურქეთზე სიტყვა და ორი სიტყვას კაცი და სწორ პოლიტიკაზე ერდოღანისა, მაგრამ ახლა ვერ ვასწრებთ და წინაზე კი ვთქვით. აღარ არსებობს აღარაფერი და არის ძალის პოლიტიკა. ძალის პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ მე შევედი სადმე, დავიფხარი და რომელიღაც ეტაპზე ცივილიზებული სამყარო ამ ყველაფერს მიპრავებს. უკრაინა არ შეწყვეტს ომს. რუსეთის ამ პირობების, ამ მოთხოვნების თანახმად არც მისი ან უკრაინის მხრიდან დადებული პირობა იმის თაობაზე, რომ 30 დღით შეწყდება ცეცხლი, არ შესრულდება და ვერ შესრულდება. ერთ-ერთი მოთხოვნა რუსებისა იქნება ეგრამაგის პასუხი არანაირი ევროპული ძალები, რაც ტრამპისთვის ასევე მიუღებელი უნდა იყოს, წესით ევროპამ ხომ უნდა უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოება და შესაბამისად ევროპელები უნდა ჩადგენ და ევროპელები თანახმანი არიან და ამერიკელები არ არიან თანახმანი, ხო? დუდა გამახსენდა ამასობაში. იცით რომ ორი ლიდერი ყავს, ესე ვიტყვი, ახლა დღევანდელ პოლონეთს, პრემიერი ტუსკი და პრეზიდენტი დუდა. ეხლა მე აქ პოლონეთის კონსტიტუციას არ გავარჩევ, ის უფრო მეტი უფლებამოსილება აქვს, ამაზე არ არის საუბარი. ტუსკი ხვდება ერდოღანს, იცით თქვენ და ერდოღანი ეუბნება, მაინც მომიწია თურქეთზე საუბარი, რომ ევროკავშირის უსაფრთხოება შეუძლებელია თურქეთის თანამონაწილეობის გარეშე, ამიტომ მიგვიღეთ სწრაფად. იმიტომ თურქეთი ამხელა ვეება სახელმწიფოა და ჩვენ სწრილს შევიდანთ ევროკავშირის უსაფრთხოებაში, მათ შორის უკრაინის კონტექსტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა არ არის ევროკავშირის წევრი ჯერ. და დუდამ კიდე მოუწოდა შეერთებულ შტატებს, რომ ბირთვული იარაღი განათავსოს მან სწორედ პოლონეთის ტერიტორიაზე. დუდასა და ტრამპს შორის კარგი ურთიერთობებია, მე ვერ გეტყვით, რომ ეხა ხვალვე გამოეხმაურება პრეზიდენტი ტრამპი დუდას, მაგრამ ამ ქაოტურ მსოფლიოში არაფერს გამოვრიცხავ, მეთქი ამის თქმას მინდა. ბოლო რემარკები, ბოლო აღნიშვნები. უკრაინა ომს წინააღმდეგობას მოდის სხვადასხვა ვიტყვი, არ შეწყვეტს ტერიტორიული მთლიანობის დათმობის ხარჯზე. შესაბამისად, არანაირი არჩევნები არ ჩატარდება უკრაინაში, იმიტომ რომ ომი გაგრძელდება. და თავს რომ მოახმიო რომ ამ არჩევნების საკითხი არც ერთი მეტნაკლებად სერიოზული კანდიდატი ზალუჟნი, პოროშენკო, ეს ორი ალბათ მონაწილეობას არ მიიღებენ, არ დაიკერებიან. ეს ერთი. ზელენსკის წინააღმდეგ კი არის ისინი, მაგრამ არ დაიკერებიან. მეორე. ამერიკის შეერთებული შტატები თუ მოსთხოვს უკრაინას ტერიტორიების დათმობას, უკრაინა არც ამ შემთხვევაში აღარ შეწყვეტს ომს წინააღმდეგობას
და ეს ომი გაგრძელდება. აი აქ უკვე ევროპის და თურქეთის თურქეთის ესე ვიტყვი. როლი 1-2-ად ან 1-10-ად მართლა იზრდება. რას იზამს პრეზიდენტი ტრამპი? მე პირი რომელმაც ზელენსკი ხო შევაქე, მაგრამ ტრამპიც შევაქე, რას საკვირველია? ახლა გეტყვით, ახლა ცოტა დამწდარი გეტყვით, რომ არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ ძალა აღმარცხნავს როგორც ასეთი, ეს პრინციპი არ იმუშავებს არც ვაშინგტონში, ამ პრინციპით არ მიუდგება ვაშინგტონი ამა თუ იმ საკითხს. იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი არადემოკრატიული ქვეყანა დაიპყრობს ნებისმიერ სუსტ ქვეყანას, ამასთან არა მხოლოდ მეზობელს სხვათა შორის, და იტყვის, რომ იცი რა, აი დაპყრობილი მაქვს რა. და რაღაცა სტატუს კო ესეთია, მოდი ხა გავიდეს 5 წელიწადი და 7 წელიწადი და 8 წელიწადი და 4 წელიწადი და 12 წელიწადი და ეხლა ვაღიარებს. საქართველოს კონტექსტში არის კატასტროფა ეს. თუ რუსეთს რაღაცა ფორმით დაუკანონდა ოკუპირებული ტერიტორიები, იგივე რუსეთი, დინარაძეები ამას ვერ გაიგებენ. იგივე რუსეთი ხვალ ზეგ მოითხოვს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობაც იყოს აღიარებული და ყალბი მშვიდობის ფასად ოცნების სამორჩეველო, მე გეკითხები შენ. თანახმა ხარ ყალბი მშვიდობის ფასად დაკარგოს საქართველოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, აქეთკენ მიხავს რუსეთს. მაგრამ მოდი, მაინც დიპლომატიურები ვიყოთ. მე იმედი მაქვს, არა ესე უნდა დავჭდე. მე იმედი მაქვს, რომ ვაშინგტონის პოზიცია იქნება ურყევი. ვაშინგტონი არ გასცირავს კიევს, თეთრი სახლი არ გასცირავს უკრაინის ხელისუფლებას და მოსკოვის ამ შესაძლო და ალბათ გარდაუვალ მოთხოვნას არ დაჰყაბულდება. ანუ როცა მოსკოვი იტყვის, რომ ჩვენ გვინდა ზაპოროჟიე, ხერსონი ადმინისტრაციულ საზღვრებში ზელენსკის წასვლა, არ გვინდა რომ უკრაინა შედიოდეს, შევიდეს ნატოში. გვინდა რომ გადახიოთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება. არ გვინდა არანაირი ევროპული ჯარი გამყოფ ხაზზე, მოდიან საოკუპაციო ხაზზე თუ გლივად ესე ვიტყვი. აი ამაზე უკვე ეს შხალი კაცი ტრამპი გადაფსიხდება. მე გადავფსიხდებოდი. თქვენც ტრამპის იმედი მაქვს გადაფსიხდება. ნახვამდის.